ცეკას პირველი მდივნის სკანდით ჩარკვიანის შვილი გელა ჩარკვიანი დღეს ვარდებით შთაგონებულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობს. რამდენიმე სისტემა გამოვლილი და ამავე სისტემებში კარგად გარკვეული გელა ჩარკვიანი დღემდე წარმატებით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ სახელმწიფო წრეებში საკუთარი ადგილის შენარჩუნებას. პირველი შეხება სისტემასთან მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა, როდესაც სკანდით ჩარკვიანის შვილობა გელა ჩარკვიანისთვის ერთდროულად ადვილიც იყო და საკმაოდ რთულიც. პირობები კარგი მქონდა, ახლა მაშინ პირობები იშვიათად თვითონ მქონდა. ძნელი, იმიტომ რომ რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა ერთის მხრივ. თითქოს რაღაც ადამიანები გარშემო მოველოდნენ შენგან რაღაცას, რომ შენ უკეთესი უნდა ყოფილიყავი, ამ თავი ასე უნდა დაგეჭირა. და მესამეც იყო ის, რომ მაინც როცა გიცავენ და დაცვა ყავს გარშემო, ეს ადვილი არ არის ბავშვისთვის. ბავშვისთვის ეს ძნელი გასაგებია. თუ ბავშვისთვის ძნელი გასაგებია, რატომ უნდა გერჩოდეს ვეღაც. უფროსი კანდით ჩარკვიანისგან გელა ჩარკვიანს, ისე როგორც მოგვიანებით მიშვილს ირაკლი ჩარკვიანს, არაერთი მნიშვნელოვანი თვისება გამოჰყვა. სამივე თაობას რამდენიმე საინტერესო და ნაცნობი მახასიათებელი აქვს. ერთის გამოკლებით, გელა და ირაკლი ჩარკვიანებისგან განსხვავებით, კანდით ჩარკვიანს მუსიკის ნიჭი ნამდვილად არ ჰქონია. მამაჩემი მუშაობდა კომუნისტურ სისტემაში, იყო მარქსისტი, ჰქონდა თავისი ძალიან ისეთი მტკიცე ღირებულებები და არ უღალატია ღირებულებებისათვის. მაგრამ ჰქონდა მეორე ჩემთან საერთო ესე იგი, მისთვისაც ინტელექტუალური ყოველ შემთხვევაში განვითარება და მუდმივი განვითარება იყო პრინციპი და ის არასდროს არ ღალატობდა ამას. მამაჩემისათვის წიგნი იყო ყველაფერი და ხლამაში ჩვენ საერთოს ბევრს ვნახავდით. მამაჩემი თარგმნიდა ჰაინეს მთელი თავის ცხოვრების მანძილზე გერმანულიდან და პოეზია ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ირაკლი ჩარკვიანმა მისი პირველი კლასიკური მოთხრობების კრებული ძველი სათამაშოები სწორედ ბაბუას კანდით ჩარკვიანს წააკითხა. რაც შეეხება გელა ჩარკვიანს, საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მისი შევარდნაძის მრჩევლად მუშაობის პერიოდი. ეს 1992 წელს დაიწყო და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაგრძელდა. როგორც თავად ამბობს, შევარდნაძის დროს დეკლარირებული ღირებულებები მისთვის მისაღები იყო. იგი ყოველთვის ლიბერალი და დემოკრატი იყო და ასეა დღემდეც. ამიტომაც მის მიმართ დამოკიდებულება მთავრობების ცვლის მიუხედავად მაინც არ იცვლება. შევარდნაძის მრჩევლად მუშაობა მისგან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით დასრულდა. რასაც წელიწადნახევრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისგან მოწვევა მოჰყვა. მე მომისვია ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი, ესეც უნდა ვთქვა და ძალიან ახლობლადაც მიმაჩნდა ადამიანურადაც და რაც თავარია ღირებულებრივად მიმაჩნდა ახლობელ ადამიანად, იდეოლოგიურად მიმაჩნდა ძალიან ახლო მდგომ ადამიანად და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მე ჩავთვალე საჭირო თუ დაბრუნებულიყავი საჯარო სამსახურში. შევარდნაძესთან 11 წლიანი მუშაობის პერიოდიდან გელა ჩარკვიანს ბევრი უცნაური შემთხვევაც ახსოვს. პრეზიდენტისთვის უნდა მიეცათ ორდენი მაშინ ბუკინგების სასახლეში. და ნუ იცის თვითონაც რომ ორდენი უნდა მისცეს დედოფალმა. და ილევა დრო და ეს დედოფალი არაფერს ამბობს ორდენის თაობას. დამთავრდა ყველაფერი და ორდენი არ მისცეს. და ხლა ბატონი ედვარდი გამოვიდა და გაკვირვებულია, ბუნებრივია, ხო უყურს ყველა ალბათ გაკვირვებული იქნებოდა. და როდესაც უკვე დავბრუნდით სასტუმროში დარეკეს იქიდან თურმე რა მომხდარა. ყველგან ხდება ასეთი რა. კაცი რომელსაც ეებარა ეს ორდენი, იმან ჩაკეტა ეს შეიმჩი და წავიდა თურმე და არ არის. ხო და მიდი და მიეჩი ორდენი. და მოიტანეს ეს ორდენი სასტუმროში. დღეს პოსტ შევარდნაძისეულ პერიოდში მის მუშაობის რეჟიმი ტრადიციულად საკმაოდ დატვირთულია. გელა ჩარკვიანის ერთი სამუშაო დღე ასე გამოიყურება. თუ მაქვს რაიმე საქმელი პრესისათვის, ბუნებრივია, მაშინ გამოდიოთ და ვამბობ პრესისათვის რაღაცას. თუ არა, მე აუარებელს ვკითხულობ, მე პრაქტიკულად ვკითხულობ ყველაფერს აბსოლუტურად, რაც იწერება საქართველოს თაობაზე ყოველ დღე. წარმოიდგინეთ, ყველა ქვეყანაში. ანუ ეს არის ბუნებრივია ვკითხულობ ქართულსაც, მაგრამ რუსეთი, ეს არის შეერთებული შტატები, ინგლისი, იქნება ეს საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყველგან იწერება თქვენ ვთქვით ყოველდღიურად არ არის. ამიტომ გამოდის ძალიან დიდი რაოდენობით წასაკითხი. ვეცნობი ბუნებრივია იმ დაიჯესტებსაც, რომელიც ტელევიზიებიდანაა. ისე რომ, დღის განმავლობაში მე მიწევს დაახლოებით 60 გვერდამდე უნდა წავიკითხო.
ასეთი რეჟიმის გამო გული იმაზეც წყდება, რომ ბევრ ამას ვერ ასწრებს, თუნდაც ბუნებაში გასვლას, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე. ეს სეზონი გელა ჩარკვიანს როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად უყვარს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ ყოფნისას თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ამავე დროს სხვების მსგავსად ნამდვილად არ დახარჯავს ცნობილ მუზეუმებში, რადგან კედლებში გამოკეტილი ისტორიის გარდა მისთვის უფრო საინტერესო რამეებიც არსებობს. მე უფრო წავიდოდი ქუჩაში, პირველ სკოლისა, ქუჩასაც ბევრი ხალხია. და დავაკვირდებოდი ადამიანებს, დავაკვირდებოდი როგორ დადიან, რა გუნებაზე არიან, ესე იგი, რაზე ოცნებობენ თუ კი შემიძლია მათი თვალებით ესე იგი განსაჯო ამის თაობაზე. და შევიდოდი კიდევ პატარა რომელიმე ისეთ კაფეში, სადაც აგრეთვე არის ხალხი და დავაკვირდებოდი უბრალოდ მეტი არაფერი. იმიტომ რომ ეს მომცემდა გასილებით მეც, ვიდრე თქვა ვინმეს მიერ ახსნილი ისტორია. ამ ყველაფრის გარდა გელა ჩარკვიანისთვის მუსიკა, უფრო ზუსტად კი ჯაზი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. ცნობილ ჯაზმენებთან შეხვედრისა და მათივე კონცერტების გარდა, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაც კარგად ახსოვს. წარმოგიდგენთ ბენი გუდმანის ჩამოსვლა რა იქნებოდა თბილისში. ეს ხდებოდა სპორტის სასახლეში. ეს ალბათ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ მას შემდეგ მე ბევრი მინახავს და ამერიკაში დავსწრები ჯაზის კონცერტებს, დავსწრები ჯებ სეშენებს, სადაც როიალთან ვიდექი უბრალოდ და ესე უყურებდი საკმაოდ ცნობილ პიანისტების დაკვრას. მაგრამ ალბათ ბენი გუდმანი იყო პირველი, იმიტომ რომ ბენი გუდმანის ჯაზი იმ შემთხვევაში ამერიკელებმა როგორ გააკეთეს ისიც მათ რაღაც ნაკრები ჩამოეყვანეს. ეს არ იყო უბრალოდ ბენი გუდმანი, იქ იყო უდიდესი მუსიკოსები ამერიკის. ყველა. და ხო ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცოდით ეს ხალხი. და იმათ წარმოდგენა არ გქონდათ რომ ჩვენ შეიძლებოდა ეს ვცოდნოთ. ხო და ეს მახსოვს კიდეც როცა ჩვენ დავხვდით თვითმფრინავთან, გივი გაჩეჩილაძე იყო მათ შორის და ჩვენ არ გუდმანს კი არ დავხვდით, მეორე ტრაპთან მივედით, გივი გაჩეჩილაძე განსაკუთრებით მივიდა და იქ უნდა ჩამოსულიყო იყო ვიქტორ ფელდმანი, რომელიც იყო ძალიან ცნობილი ვიბრაფონის დამკვრელი და რომ ჩამოვიდა ფელდმანი, იმასთან მივედით. და ფელდმანი გვიყურებს ესე და მე არა ვარო გუდმანიო და ვიცით თქო, ჩვენ ვთქვა თქვენ ფელდმანი ხართ და მე შეხვდა თქვენ რა ებრაელები ხართ. ესე იგი იმიტომ ხდებითო მეო. როცა პირველად ჯაზი მოისმინა, საკმაოდ ძლიერი რეაქცია ჰქონდა. ეს უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, რადგან მანამდე აკრძალულ მუსიკასთან ნებისმიერი ფორმით შეხება სასტიკად ისჯებოდა. მოგვიანებით გელა ჩარკვიანმა ჯაზის ჰარმონიაც ისწავლა და შესრულებაც დაიწყო. დავიწყე შეგროვება რაღაც ხალხისა და აი სადღაც მიკიდია კიდეც ჩემი პირველი ორკესტრის სურათი, ეს ძალიან სასაცილო უნდა იყოს ეს მოსკოვში. ბავშვი ვიყავი, სულ და შევაგროვე, ვისაც რაღაც შეეძლო და იცით იმაზე პიონერების ის იყო დოლი, იმაზე უკრავდა ჩემი პერკაშენისტი. რამდენიმე თვის წინ მსმენელმა გელა ჩარკვიანის 10 კომპოზიციისგან შემდგარი დისკიც მიიღო, რომელიც მართალია არ განეკუთვნება წმინდა ჯაზის კატეგორიას, თუმცა მასში საკმარისადაა ჯაზის ელემენტები. ადამიანი არის ჯამი რაღაც გამოცდილებისა, მთელი ცხოვრების გამოცდილებისა. და ეს მისი ჯამი ამ ცხოვრების გამოცდილებისა შეიძლება გამოიხატოს მუსიკაში. და ეს ალბათ ამაში ყველაფერია, ეს რაღაც ანდერსენის ზღაპრებიდან, რომელსაც გიყვებოდნენ, ალბათ რაც დანახი გაქვს, რაღაც პეიზაჟები გაქვს დანახი, არ ვიცი, ხალხი ყავს დანახი და ეს ყველაფერი მინდოდა რაღაც მუსიკალურად ამეწერა. და მიზანი ყოველთვის ჰქონდა, როცა ჯდებოდი თქვა ფორტეპიანოსთან, რომ რაღაცა სახასიათო ყოფილიყო. ყველა პიესას უნდა ქონოდა ხასიათი. ну რაღაცნაირად ამას მივახსენებთ ნაკლებად. ჯერ კიდევ 1963 წელს გელა ჩარკვიანმა როკ ოპერაც დაწერა. 32 წლის შემდეგ, ანუ დღეს, უკვე მის დამუშავება ადაპტაციაზე ფიქრობს. ამბობს, რომ შესაძლოა ეს პროექტი საინტერესო გამოვიდეს, თუ კი ვინმეს მისი დაფინანსება მოუნდება. ამის გარდა, გელა ჩარკვიანი მემუარების წერაზეც აპირებს ჩაფიქრებას.